როგორც ვიცით, 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ თბილისის ზოოპარკიდან გამოქცეულია რამდენიმე მტაცებელი ცხოველი. მე ახლა შევეცდები გარკვეული უსაფრთხოების წესები გაგაცნოთ, როგორ გავუმკლავდეთ მათ. ლომთან და ვებთან შეხვედრის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ, რამდენადაა ის დაინტერესებული ჩვენით. მეორე, არ უნდა გავიქცეთ არავითარ შემთხვევაში, რათა მანან აღგვიქვას სასურველ ნადავლად. მესამე, შეძლების დაგვარად ვესაუბროთ მშვიდი და აუღელვებელი ტონით. მეოთხე, უნდა ვეცადოთ ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ მეტად წარმოსადეგად. რადგან ლომები საკმაოდ ზარმაცები არიან მონადირების მხრივ და გამოწვევამ შეიძლება დააფრთხოთ. მეხუთე, დავიხიოთ ნელ-ნელა უკან და დავამყაროთ მათთან თვალით კონტაქტი. მეექვსე ნაბიჯი, გართულებულ შემთხვევაში დავიწყოთ ხმაური, ტაშის კვრა, ყვირილი, შეძახილება. მეშვიდე, უკიდურეს შემთხვევაში მოვემზადოთ შეტევისთვის. ვესროლოთ ხელში რაც გვექნება ის. გაქცევას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ახლოა რამე მაღლა ასაძრომის საშუალება, ხე ან ბოძი, ან თავის შესაფარებელი ადგილი. თუ გადავეყრებით დაცვს, უპირველეს ყოვლისა უნდა ვეცადოთ, რომ გარკვეული დისტანცია შევინარჩუნოთ. შემდეგ მხრებში გავიმართოთ და თავი მოვაჩვენოთ მაქსიმალურად მაღლად. კარგი გამოსავალია ასევე დავეცეთ ძირს და თავი მკვდრად ვაჩვენოთ. საბოლოო გამოსავალი ამ შემთხვევაში უკუსლით გაქცევა ან ხეზე აძრომაა. გელთან ან მგლებთან შეხვედრის შემთხვევაში საკმაოდ რთულადაა საქმე, იმიტომ რომ ისინი ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და შეუპოვარი ცხოველები არიან. თავიდან თუ მოგვეცემა საშუალება, ძალიან ჩუმი ნაბიჯებით უნდა ავუაროთ გვერდი. თუ დავინახავთ ერთ მგელს, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქვე შეიძლება სხვებიც იყვნენ, რადგანაც ისინი ჯგუფურად გადაადგილდებიან. არ უნდა გავიქცეთ, რადგანაც დაგვედევნებიან მაშინვე. თუ შემოგვიტევს, თავზე უნდა ავიფაროთ ხელები და მუხლებში ჩავდგოთ. გლების ხროვა თუ გარშემოგვეხვევა, უნდა შევაშინოთ ცეცხლით, რა თქმა უნდა შესაძლებლობის შემთხვევაში. აფთრები იშვიათად ესხმიან ადამიანს თავს, თანაც ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას ერიდებიან. მისი მოშორება შეგვიძლია ხმაურითა და ცეცხლით. მე ახლა შევეცადე თქვენთვის განმემარტა უსაფრთხოების წესები, თუმცა იმედი მაქვს, რომ არავის არ გადაგვეყრება არც ერთი მტაცებელი ცხოველი.